ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში იბერიის ნახევარკუნძულს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. ესპანეთსა და პორტუგალიაში სერიოზული პრობლემები შეიქმნა კომუნიკაციის, ფაქტობრივად ყველა ქალაქსა და რეგიონში და ჯერჯერობით ისევ არ არის ოფიციალური ვერსია თუ რა მოხდა, რა გახდა ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზი. პირველადი ვერსია, რომელიც გაჟღერდა კონკრეტულად პორტუგალიის მთავრობის მიერ, იყო სავარაუდოდ კიბერთავდასხმა, სწორედ ამას განიხილავდნენ აქტიურად სოციალურ ქსელში და ცალ-ცალკე დაიწყო გამოძიება როგორც პორტუგალიაში, ასევე ესპანეთში, ასევე ნატოს გენერალურ სამდივნოში ბრიუსელში ამასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, თუმცა პირველადი შედეგით, რომელიც გამოაქვეყნა პორტუგალიამ, არ დაფიქსირებულა კიბერთავდასხმა, ისევე როგორც ესპანეთშიც აცხადებენ, რომ თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ეს იყო სავარაუდოდ ესპანეთის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მცდელობა, თუმცა პირველადი ვერსიით ეს ასე არ არის. მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელში დამადასტურებული ფორმით, ასე ვთქვათ, ვრცელდება დეზინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს იყო კიბერთავდასხმა და კონკრეტულად ეს განახორციელეს რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც ცნობილი არიან ევროპულ ქვეყნებზე კიბერთავდასხმის ოპერაციებით, თუმცა არც ამის დამადასტურებელი ფაქტი არსებობს. მიუხედავად ამისა, TikTok-ზე აქტიურად ვრცელდება ეს ინფორმაცია და ასევე WhatsApp-ზე, თუმცა როგორც უკვე გითხარით, არ არის ამის დამადასტურებელი ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი. კიდევ ერთი მიზეზი არის ეგრეთ წოდებული მწვანე ენერგიის წყაროები, რომელსაც განიხილავენ სოციალურ ქსელში. მისი განხილვა დაიწყო მას შემდეგ, რაც ესპანური ენერგოსისტემის ოპერატორმა განაცხადა, რომ ავარია მოხდა მაშინ, როდესაც მკვეთრი გენერაცია აღარ ხდებოდა, მკვეთრად დაეცა გენერაცია განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების, რომელიც არსებობს ძირითადად მდებარეობს ესპანეთის სამხრეთ დასავლეთით და სწორედ ეს გახდა თითქოს მიზეზი. რის შემდეგაც არაერთი ოფიციალური კომენტარი გაკეთდა როგორც მთავრობაშივე, ასევე ესპანეთის ანალიტიკურ ცენტრში ამის თაობაზე განაცხადეს, რომ ეს არის დეზინფორმაცია და არაფერ შუაში არ არის განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურები, რადგან პირიქით პრობლემა კონკრეტულად მაშინ შეიქმნა, როდესაც ელექტროქსელის სიხშირეს გაუჩნდა პრობლემები. შესაბამისად, ავარია, რომელიც მოხდა ამ სადგურებზე, იყო შედეგი და არა მიზეზი, ანუ მოხდა პირიქით და ვინც ასეთ ინფორმაციას ავრცელებს, ის მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, ასეთი განცხადება გაკეთდა ესპანეთის ანალიტიკურ ცენტრში ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთი ვერსია იყო ასევე ანომალიური ჰაერის ტემპერატურის ცვლილებაც, რასთან დაკავშირებითაც უკვე გაკეთდა ესპანეთის მეტეოროლოგიურ სამსახურში კომენტარი, მათი ცნობით ტემპერატურის უეცარი ცვლილება არ დაფიქსირებულა, ან უჩვეულო ატმოსფერული მოვლენაც მსგავსი რამე არ მომხდარა. შესაბამისად, ეს ვერსიასაც ოფიციალური უწყება არ განიხილავს, როგორც არის ცნობილი. როგორც უკვე გითხარით, სერიოზული პრობლემები შეიქმნა ესპანეთსა და პორტუგალიაში კომუნიკაციის, თუმცა მაგალითად TikTok-ზე, Instagram-ზე ვრცელდება არაერთი ვიდეო, სადაც მოქალაქეები ცდილობენ გაიყვანონ დრო ქუჩაში. როგორც ხედავთ, არაერთი ვიდეო გვავრცელდა, სადაც მოქალაქეები მღერიან და ცეკვავენ და აღნიშნავენ, რომ ინტერნეტის გარეშეც რამდენიმე საათის განმავლობაში ყოფნა მათთვის ძალიან სასიამოვნო იყო. ასევე ვრცელდება ვიდეოები, სადაც უკვე, ასე ვთქვათ, ელექტროენერგია დაუბრუნდა მოქალაქეებს და თუ როგორ შეხვდნენ ისინი ზარზე იმით ამ ფაქტს.